მივესალმოთ მთელ საქართველოს და დღეს მხოლოდ დათო კოტე ბიჭებო მხოლოდ იქნება საუბარი ავტომობილზე. თუ რატომ უნდა შეიძინონ მათე მოტორში ავტომობილი? დათო, აი ეს პიკაპი ბაბუაშენს რო ყოლოდა, დღესაც ცოცხალი ხო იქნებოდა? აუცილებლად. წავედით კოტე. აი უყურე როგორ არის. მე ხო გეუბნებით კოტე რომ ყველაფერი გამოვა თო იშრომებ. ჩვენ შრომობთ და გვინდა რომ სტიმული მივცეთ ახალგაზრდებს, რომ ისინიც ჩვენზე უკეთესად შეძლებენ. აი იმდენი ხონჩი ყავს ხო ტაქსისტი შემოყვანილი BYD და ყველა ის ავტომობილები რომელიც დღეს ბაზარში არის დაფასებული ხო და დღეს მაგალითად მაინც მაგარ ავტომობილად ელექტროებში ითვლება BYD. მოწე დათო გააჩერე. აი დღეს ჩამოდი დათო. აი დღეს BYD არის ნომერ პირველი, ხო? ახლა მინდა მთელმა საქართველოს მიცოდეს. დღეს მათე მოტორში იმდენი BYD-ა და იმდენი ფერებია, შეიძლება თვითონ ჩინეთში არ იყოს, მაგრამ ეს ავტომობილი მინდა ზუსტად იცოდეს მაყურებელმა. ეს BYD-ის ავტომობილები არის ევროპისთვის. და ეს არის მათე მოტორში და თუ რატო უნდა იყიდო მათე მოტორში და მე ხვალ არ იტირო, ამას იქ დავждებით და გეტყვით. ეს არის გიო მოდი, ეს არის ელექტრომობილი, რომელიც არის საუკეთესო არის და არის ძალიან დახვეწილი. უკვე ჩვენ რადგან 500-მდე ავტომობილი უკვე საწყობში ყავს, მოდი ესეთი რამე უნდა გავაკეთოთ. საქართველოს მოსახლეობას შევთავაზოთ 10 დღიანი ფასდაკლება და წინა მოდელის ფასი იყო 31500 და ჩვენ ვივცეთ უკვე ხვალიდან 29900 უკვე 26 წლის მოდელი. მოიწიე? უყურეთ, ჩვენ ახლა ფასდაკლებას ვაკეთებთ, ხო, ადგიანს. და რომ მოვა მოხმარებელი ან დარეკავს, არ უნდა ახსნა, ეს არის ყველაზე საუკეთესო და ჩვენ უნდა მივცეთ 29900 გაფორმებით, გამბაჟებით და გარანტიით. დამიჯერეთ, ეს მხოლოდ მათე მოტორში ხდება და მათე მოტორს სიდან გაყიდულ მანქანებს ყველას პატრონი ყავს. წავედით ბიჭებო. შენი დედა თუ მოვიდა $900 დაუკელი, მეტი რა გინდა? მეგრელებისთვის ბატონო გელა. მეგრელებისთვის მე რომ ნახე. გიო, უყურე, აქ არის BYD-ების წვიმა. ერთი ეს თავის ფაში ან განვადებით ან რაღაცნაირად ცოლის დედიკოს რო უყიდო სიძე მყავს ვაშკაცი იტყვის და დირექტორი კაცი ხარ და ერთი მანქანა უყიდე ამდენი ხელფასი გაქვს განვადებით გაუკეთე ხო? არ შეიძლება? დათო ხო შეიძლება? ნამდვილად. ორი შვილი ყავს გადასარევი მეუღლე ყავს და ადექით და დედიკოს, ცოლის დედიკოს უყიდე ერთი მანქანა. აბა არ გეტყვის კაცო, რისი დირექტორი ხარ იქო? გიო, აქეთ სხვა სამყაროა. გადახედეთ? აქეთ სხვა სამყაროა. ახლა აქეთ მოდი ევროპული ავტომობილებია. აქეთ სხვა სამყაროა. აქეთ კიდევ ეს ის ავტომობილებია, რომელზეც ახლა აგიხსნით. მოგზავნით. ჩვენ დღეს რო ავტომობილები გვყავს, ამდენი ავტომობილი ყველა ცენტრში ერთად იქნება თუ არა დღეს საქართველოში?
არ წარმომიდგენია დღეს ჩანს ყველაფერი. თქვენ ხართ ახლა გიო, სვიადი, თქვენ ხართ ახლა გაყიდვებში, ხო? რეალურად თქვენ ყიდით მანქანებს. თქვენთან პრეტენზია არავის, იმიტომ არა აქვს, რომ თქვენ რეალურად მანქანას რო გაყიდით, მერე მას დაუშვათ თუ რამე დაჭირდა ემსახურებით, ხო? დიახ. მაინც ეს არ არის ისა, ყინაა, ხო? შეიძლება ხვალ გაფუშტა. დიახ. და მე გეტყვით რა, ბევრი შემთხვევებია ესეთი, ჩვენთან არა სხვაგან. მოდი, გიო, აქაც შეიხედე ერთი. ესე რა შეიხედე ამბავია. ეს ავტომობილები უკვე არის 26 წლის მოდელები. გიო, დავაი, არ გაგიგზელდეს, წავედით. ყველანაირი არჩევანია მათ ემოტორში. წამოდი. აი. გიო, აქეთ არის კიდევ სხვა სამყარო. აქეთ არის სერვისი, სამღებრო, ათუნუქე და რამე თუ ავტომობილს ჭირდება, ყველაფერი აქ არის და ამ ყველაფერს ეს ახალგაზრდა ბიჭები აკეთებენ და ესენი 100-ჯერ უფრო მაგრები იქნებიან, ვიდრე მე ვიყავი. მე ბევრი ვიწვალე, იმიტომ რომ ესე დაჭირდა საქმე მოითხოვა და ასე შემდეგ. თქვენ ის რაც მე პრობლემები მქონდა ამ დარგში არასდროს არ გექნება, იმიტომ რომ თქვენ ახალგაზრდები ხართ, მეც კითხულობთ, ინტერნეტია და 1000 ისა და თქვენ 100-ჯერ უფრო მაგრები იქნებით, ვიდრე მე ვარ. წავედით. ახლა სანამ დავშდებით, აი შემოვივიდა ეს არის თუ არა უშუალოდ გელაბარკალაიას დაკვეთით. ხო ველოდებით ამას 6 თვეა. დიახ. და ეს არის სპეცშეკვეთა. გიო, თელმა საქართველოს უნდა გაიგოს, რომ აი შეხედეთ ავტომობილს. აი 610 კილომეტრს გადის. დიახ. კოტე, 610 კილომეტრი. დღეს მიდიხარ ქუთაისში, მოდიხარ თბილისში. უკვე აი ამ ავტომობილით ერთი დამუხტვით მიდიხარ ქუთაისში და ჩამოდიხარ თბილისში. წარმოიდგინე, მინდა მთელ საქართველოს უთხრა. ეს ბიჭები არც არასდროს არ მithქვიათ ტყუილი, მაგრამ არც ამათ არ ვაკადრებ და არც ესენი არასდროს ტყუილს არ იტყვიან. გიო, აქეთ შეახედიე. აი ეს ამ ავტომობილმა დღეს საქართველოში ჩაანაცვლა, ჩათვალე 30% ავტომობილი. ამ ავტომობილის ღირებულება ძალიან დიდი გარანტია აქვს. გიო, შეხედე, ამას ეძახიან full option თუ როგორ არის? დიახ, მაქსიმალური კომპლექტაცია. მაქსიმალური კომპლექტაცია არის და რამე თუ არსებობს, ყველაფერი აქვს. ჩვენ თქვით, რომ აი კარები შეხედეთ. დათო, შეხედე რამოდენა? გრძელი ვერსია. აი შეხედე. გიო, შეხედე. შენი სიმაღლის მარტო საქართველოში ერთი კალათბურთელია, რა ქვია? ზაზაფაჩულია და ერთი ჩაჯექი და ანახი, აბა. შეგეცვლები, გიო. აი, აბა, ჩაჯექი და ანახი მოსახლეობას. აი, როგორ ჯდები და რო არ გიჭირს, არც ჩაჯდომა და არც გამოსვლა. ეს რა არის, იცით ბიჭებო? ეს არის ბიზნეს კლასი. ეს არის უკვე სპეც შეკვეთა, ხო? გიო, გააღე ბაგაჟნიკი. უკვე ეს არის საბარგული. შეხედეთ, რამოდენა საბარგული არის და ეს არის ჩვენი შეკვეთით პირველად საქართველოში შემოვიდა, ეს გუშინ შემოვიყვანეთ და მინდა უთხრა ტაქსის მძღოლებს. მე რომ მქონდეს საშუალება, მე ამას მთლიანად ჩავანაცვლებდი ტაქსებს. ტაქსის მძღოლებიც ადამიანები არიან. ტაქსის მძღოლები მილიონერები არ არიან. ტაქსის მძღოლები არიან ადამიანები, რომლებსაც 80% სტუდენტი შვილი ყავს და რაღაცა ხელი შეწყობა უნდა. მე არ მომეცა იმის საშუალება, მე მინდა ძალიან დიდი საყვედური უთხრა აზიის განვითარების ბანკს, ვინაიდან ზუსტად აზიის განვითარების ბანკი არის ის ბანკი, რომელმაც ელექტრომობილზე 2%-იანი ცესხი უნდა მისცეს კომპანიებს, რომელიც აკეთებს ტაქსის კომპანია რო კეთდება. ამიტომ ძალიან დიდ საყვედურს ვეუბნები
აზიის განვითარების ბანკს, იმიტომ რომ მათ მარტო აინტერესებს თვითონ რომ გამდიდრდნენ, თუ არა და ხალხს რაღაც ხელი შეუწყონ. თქვენ ხო გიწერიათ პირდაპირ საბუთში რომ თუ იქნება ელექტრომობილი, მიეცით 2%-ში. ეს ეწერია მთელ მსოფლიოში და თქვენ რა გჭირთ ვერ ხვდები. ამიტომ ცოტა ხელი შეწყობა უნდა ამ ტაქსის მძღოლებს და მე რო ვიყო მე ორშაბათს რომ მოვიდე ორშაბათს სამშაბათს ესე იქნება დამერწმუნდეთ იმიტომ რომ ეს პირდაპირ გიწერია თქვენ რომ უნდა დაეხმაროთ ხალხს მარტო ის კი არ არის ბანკმა ბანკს მისეს ფული და მე გააპროცენტონ 15%-ად და 20-ად აი მოდი შეხედეთ ეს უშუალოდ არის პირადად ჩემი ავტომობილი დღეს უკვე დავამთავროთ ამის რა ვიცი რაღაცები გავუკეთეთ როგორია კოტე რა სიტყვი აი ჩაანაცვლა თუ არა ყველა კამრი და მოიწიე დავждეთ და ყველას დღეს აინტერესებს ერთი რამ ეს დაჯექით ბიჭებო უყურე კოტე დათო ზვიადი მერაბი ხვალიდან ძალიან ბევრი მომხმარებელი მოვა და ჩვენ ამ ავტომობილს მივცემთ 600 კილომეტრიანს რომელსაც ყველაფერი აქვს 610 კილომეტრს გადის ამ ავტომობილს ჩვენ მივცემთ დაახლოებით 19900-ად აი ამ ფაში ელექტრომობილი ესეთი საქართველოში კი არა მთელი თვითონ ჩინეთში ღირს თვითონ ჩინეთში $35000 ღირს უყურე როგორ არის ეს არის ჩინეთის სახელმწიფოს გაკეთებული ავტომობილი და მე გეუბნებით 5 წელიწადში ბიჭებო 5 წელიწადში საქართველოში კი არა ნახევარ სოფლიოზე მეტში მხოლოდ ჩინეთში აწყობილი მანქანა იქნება ეს ავტომობილები რომელსაც ჩვენ ვხედავთ BYD ორი დიდი ქარხანა გაკეთდა თურქეთში აი ახლა უკვე ორი დიდი ქარხანა გააკეთდა მერაბი თურქეთში. წარმოიდგინე და თურქეთში მთლიანად არის 70-80 ავტოქარხანა. ჩვენ მაინც გავაკეთებთ ერთ ავტოქარხანას და ორს. ახლა კიდე რისი თქმა მინდა ბიჭებო. ჩვენ ყავს ეს ავტომობილი 460 კილომეტრიანი, რომელიც ღირს 16900, 500 კილომეტრიანი, რომელიც არის 17900, 610 კილომეტრიანი. აი ეს ავტომობილი 19900. ეს ავტომობილები იქნება ყველა განვადებით. ჩვეულებრივად, როგორც კეთდება სხვა ავტომობილები, ისე იქნება განვადებით. კოტე, მოდი ერთ წუთი. აი უყურე რა ხდება დღეს. მე მინდა მთელ საქართველოს მოსახლეობას უთხრა. ესეთი გამონათქვამი არსებობს, რომელია ყველაზე საუკეთესო ავტომობილი. რა თქმა უნდა, ახალი. ხო? და მე ამის თქმა არ მინდოდა, მე ამას რამდენი ხანია ვფიქრობ თქვა, მაგრამ რო არ ვთქვა, კაცურში ჩავიჭრებით. მე ერთი რამე მინდა გითხრა და რატო ვამბობ ამას. 3-4 დღის უკან ერთი ქალბატონი მოვიდა ჩვენი ძალიან შინაური. აი ამ ქალბატონს ვიღაცისთვის მიუცია რომელიღაცა კომპანიისთვის ფული და ჩამოუყვანიათ რაღაცა ავტომობილი არ მინდა სახელი რო თქვა. წარმოიდგინეთ, ჩვენთან მოიყვანა რაღაცა გაფუშტა. უყურეთ, ჩვენ ნახეთ გიორგი ერთი რამ. მერაბი, მოდი. სვიადი, მოდი. აი ბიზნესი რა არის? მაგრად უნდა იცოდე ავტომობილი. როგორც ავტომობილს შევხედე, არ მომეწონა. თუ არა და 3 წლის მანქანა იყო და გადახდილი ქონდა $29000. და უყურე რა გამოდგა. ცხვირი ავტომობილის გამოდგა დუბაიდან მოტანილი ცხვირი. უკანა ნაწილი გამოდგა ამერიკიდან მოტანილი. აქ სადღაც შეუერთებიათ, გადაუღებიათ და მისცეს იმ კაცს დააგავეს ხელში რა კარგ ავტომობილს გაძლევო. ეს ერთი. მეორე მთავარი ავტომობილისთვის რა არის? თუ ფული გააქვს,
წადი და იაფიანი ავტომობილი იყიდე და ახალი იყიდე. არ იყიდო ეს დანამტვრევი ავტომობილი და რატომ? ეს მთელ საქართველოში არავინ არ იცის, რომელსაც პირველად გეტყვით, მოგზანდით და მინდა მთელმა საქართველოს მიცოდეს და ამაზე მე პირადად გელაბარკალაია პასუხს ვაგებ, იმიტომ რომ მე რო ვიცი ეს საქმე, ისე არ ვიცი, შეიძლება ორმა კაცმა არ იცოდეს საქართველოში კი არა, ცოტა იქით კიდე. უყურეთ. მთელ საქართველოს მოსახლეობას ვეუბნები და პასუხს ვაგებ ჩემს სიტყვაზე. ავტომობილი, რომელიც მოდის და ყიდულობთ, არა აქვს მნიშვნელობა საიდან, დამტვრეულს. იმ დონეზე არის დამტვრეული ბიჭებო. რო შემოდის ეს ამდენი ნაგავი ავტომობილი 10%-ში, ვისაც უნდა დავენიზლეები, 10%-ში შიგნით კაცი არის მკვდარი. და უბედურება რა არის? მანქანაში, სადაც ადამიანი კვდება, იმ მანქანიდან სულს ვერასდროს ვერ გამოიყვან. და ჩვენ გვაქვს აქ ხიმჩისკა და რავი წმინდავენ. რა არ მოიტანეს, მაგრამ სულს ვერ წმინდავენ. მეორე, ჩანაძირი მანქანიდან სულს ვერასდროს ბიჭებო ვერ გაიყვან. აი ეს ცოტა ისეთი განცხადებაა, მაგრამ პირდაპირ ვამბობ, რომ ჩანაძირი მანქანიდან სულს ვერასდროს ვერ გაიყვან და ადამიანი, რომელიც კვდება მანქანაში, იმ მანქანიდან სულს ვერასდროს ვერ გაიყვან. და პრობლემა რა არის ახლა? პრობლემა არის ბოლო გამოფენაზე, აი ეს მე რატომ არ ვიფიქრე, არ ვიცი. ბოლო გამოფენაზე რო ვიყავი, აი ზუსტად ბოლო გამოფენაზე თქვეს რომ არის ადამიანი, როცა ესეთ მანქანას ყიდულობ, შენ ვერ დაგიმტკიცებენ, ვერ შენ დაუმტკიცებ, რომ აი ამ მანქანაში კაცი მოკვდა თუ არა. ახლა მანქანის ცხვირი დუბაისიდან მოტანილია და უკანა მხარე ამერიკიდან მოტანილი, ხო? შეერთეს აგერდა ღმერთმა იცის, ალლაჰმა იცის, რა იყო იმ მანქანაში, ხო? და ასეთი რამდენია ათასობით. პრობლემა რა არის, დათო? პრობლემა არის ესე თქვეს, რომ ვერასდროს სუნი ვერ გავა ასეთი მანქანიდან კაცი თუ ამ მკვდარი, ვერც შენ უმტკიცებ, რომ არ არის მკვდარი და ვერც ის ვერასდროს ვერ დაგიმტკიცებს. რატომ? ავტომობილი ხან კორეიდან იყიდება, ხან ამერიკიდან იყიდება, ხან ევროპიდან იყიდება და ეს ავტომობილები წლობით განმავლობაში აგდია, ყრია სადღაც. მერე ყიდულობენ თქვა დაბალ ფასებში, არემონტებენ კიდევ წლების განმავლობაში და მინდა მთელმა მოსახლეობამ იცოდეს და ვისაც ყავს მასეთი მანქანა და ვისაც თავი ტკივა. აი ესეთ მანქანაში, ჩანაძირ მანქანაში და სადაც არის ადამიანი მკვდარი მანქანაში ავარიის გამო ან სხვა რაღაცის გამო, ამ დროს მანქანიდან სულს ვერასდროს ვერ გაიყვან და ამან იცის თავის ტკივილი. ყველაზე დიდი პრობლემა ესაა, რომ თავის ტკივილი გექნება მთელი ცხოვრება და ვერასდროს ვერ მიხვდები, რატომ გაქვს ეს თავის ტკივილი. რატომ გაქვს, კაცო, ახალგაზრდა კაც, რატომ უნდა კონდეს ესეთი წნევა, ხო? ეს თქვათ, მაგალითს ვამბობ, მაგალითს ეს არის ყველაზე ცუდი. და ამიტომ მე ურჩევ ყველას, ნუ იყიდით დამტვრეულს, აწყობილს, ქუჩა-ქუჩა. ვერც შენ დაუმტკიცებ, ვერც ის დაგიმტკიცებს და მერე ეს პრობლემები არის. აქედან გამომდინარე, დამიჯერეთ, მე ვიცი ეს საქმე. დამიჯერეთ. სანამ იყიდი ამ ავტომობილს, დაუშვა თუ მაინც გინდა, მოდი აგერ დათოსთან, ზვიადისთან და გასინჯავენ ამ მანქანას, ნახავენ, მაგრამ ესენი ვერასდროს ვერ დაამტკიცებენ იმას, კაცი მკვდარი იყო თუ არა. ჩანაძირი, კი ბატონო, ჩანაძირს დაუმტკიცებენ. თქვათ, ეს არის ბიჭებო მთავარი და ამიტომ არის ესეთი გამონათქვამი, რომ ავტომობილი რომელია ყველაზე საუკეთესო. მიდის კაცი საყიდად, ის რომელიც არის ახალი. არ იყიდო 30,000-იანი, იყიდე 20-იანი, იყიდე 10-იანი, იყიდე 7-იანი, 8, 5, რა ვიცი.
და იარი ახალი ავტომობილი და არასდროს არ გექნება თავში მართლა ბარკალაიამ რა თქვა ესე იყო თუ არ იყო, ხო? ოჯახ აშინებულო თუ $30,000 მოაგროვებ, მოდი აგერ 19-ად ამას მოგცემთ, 18-ად ამას მოგცემთ. BYD მოგცემთ, BYD 29,900 ევროპული ავტომობილი, რომელიც ჩათვალე ხარჯის გარეშე დადიხარდა. მაინც და მაინც ეს დანგრეული მანქანა რატო უნდა იყიდო, ხო? იყიდე ახალი მანქანა, იმიტომ არის ცენტრი რომ მიხვიდე ცენტრში და აქვს გარანტია. არის ეს შენთვის გასაგები რა ვთქვი? არა, გაგიგია თუ არა ესეთი რამე? ბევრი შემთხვევაა, მაგანებს ხედავთ აგერ ქუჩა მოყავთ, ხო? ფოთიდან მოყავთ, კორეიდან მოდის, იქიდან მოდის, აქიდან მოდის. შემოვიდეს, რაც უფრო მეტი მანქანა შემოვა, უფრო იაფი იქნება საქართველოში ავტომობილები, მაგრამ მე ვამბობ ერთ რამეს, რომ სწორად გამიგოს მოსახლეობამ და იმ გოგო ბიჭებმა, ვინც ამ ბიზნესში არიან. დამიჯერეთ, თქვენთვის გამართულად ისაუბრებთ, ვიდრე არ იცით ამ ავტომობილს შიგნით რა ჭირდა. იმიტომ რომ კორეიდან მოდის, რუსეთიდან მოდის, საიდან არ მოდის დღეს საქართველოში ავტომობილები და იყიდე ავტომობილი, რომელიც არის იაფიანი და ახალი. ეს არის ჩემი რჩევა. მეტი ახლა ჩვენ ხვალიდან ვიწყებთ ავტომობილების გაყიდვას, თქვენ აგერა ხართ და ჩვენ მზად ვართ თბილისისა და ბათუმის ცენტრში ავტომობილები გაიყიდოს ბლომად და ქუთაისის ცენტრი 15-20 ბათუმის ცენტრი 15-20 დღეში დამთავრდება. და იქაც გადავიყვანთ იგივე ავტომობილებს, რაც გვაქვს აქ. კიდევ ერთჯერ მინდა მოსახლეობას დიდი მადლობა გადავუხადო იმ დობისთვის, რასაც ჩვენ გვენდობიან, მაგრამ ჩვენ სული და გული ამ საქმეში ჩადებული გვაქვს. გისურვებთ წარმატებებს, რამე გააკეთე სათქმელი. ყვალიდან გეოდებით მათე მოტორში, აღმაშენების ხეივანი 174. გისურვებთ წარმატებას. წარმატებები.